სავარაუდოდ, შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს სამშაბათს. შეერთებული შტატები შეწყვეტდა ირანის დაბომბვას. ირანი შეწყვეტდა დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გაგზავნას ახლომდებარე აშშ-ის პარტნიორებისკენ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ირანი ხელახლა გახსნიდა ჰორმუზის სრუტეს. ეხლა ირანს სრულიად განსხვავებული შეხედულება ჰქონდა იმაზე, რას ნიშნავს გახსნა. რაც გულისხმობდა, ციტირებ, ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციას და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებას. საინტერესოა, რომ ეს ტექნიკური შეზღუდვები, როგორც ჩანს, მოიცავდა გადასახადის გადახდასაც. და ნამდვილად არა დოლარებში. შესაძლოა იუანებში, შესაძლოა კრიპტოვალუტაში. და ეს ნამდვილად ისევ აქტუალური გახდა, როცა ირანმა მეორე დღეს გამოაცხადა, რომ სრუტე კვლავ დახურული იყო. მიუხედავად ამისა, ტექნიკურად ღია თუ ტექნიკურად დახურული. გადასახადი იქნება თუ არა, შედეგები დამაიმედებელი არ ყოფილა. ამაზე მონაცემები ძალიან არასანდოა, მაგრამ დაახლოებით 5 გემი გავიდა 4 შაბათს. 4 გემი გავიდა 5 შაბათს და სანამ პარასკევის საბოლოო მონაცემებს ველოდებით, შეიძლება უკეთესი იყოს, მაგრამ ნამდვილად კარგი არ იქნება. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა შაბათს უახლოვდებით და ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები პაკისტანში მიმდინარეობს. მაშ, როგორ შეიძლება ცეცხლის შეწყვეტა სრუტის გახსნას ეფუძნებოდეს, მაგრამ სრუტის გახსნა არ გამოიწვიოს? დღეს ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პრობლემა, რომელიც უნდა გადავჯრათ. ზედა ნაწილში არის აშკარა პრობლემა. გამოჩეულია ცეცხლის შეწყვეტის ნაკლებობა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის. მაგრამ ეს ირანის უფრო ფართო მცდელობის ნაწილია, რომ უკეთესი შეთანხმება მიიღოს, რაც ირანის შანსების ცალკე შეფასებას მოითხოვს. არ ინერვიულოთ ევროპა, თქვენზე არ დამვიწყებია. შემდეგ თქვენზეც ვისაუბრებთ. შემდეგ განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ ირანში შიდა დაყოფები სრუტეს კვლავ საშიშს ტოვებს. და ბოლოს შევაბიჯებთ უცნაურ სამყაროში, სადაც არასერიოზულმა ზაუმა გემები ტრანზიტზე ნაკლებად მიდრეკილი გახადა, რადგან ისინი უკეთესი გარიგების მოლოდინში არიან. მაგრამ მოდით დავიწყოთ ჰეზბოლას სიტუაციით, რომელიც ჩვენს პატარა ომის სამყაროს გვაჩვენებს, როგორ ქმნის ქაოსს, რომელიც მარტივად აიცილებოდა თავიდან, თუ კეთილგანწყობით დავბრუნდებოდით 90-იანი წლების გეოპოლიტიკაში. ზედაპირზე პრობლემა ისაა, რომ თეთრი სახლის თქმით, ტრამპმა ირანში ზავი გამოაცხადა, რომელიც მოიცავს ირანს, შეერთებულ შტატებს და ნაკლებად აშკარად ისრაელსაც. ეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების მიხედვითაც ასე ჩანდა. ციტატა: თუ ირანზე თავდასხმები შეწყდება, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ თავდაცვით ოპერაციებს. თუმცა მოლების სპეცოპერაციის შუაგულში ისრაელმა განაახლა ხანგრძლივი ბრძოლა ჰეზბოლასთან. ჰეზბოლა, როგორც ირანის პროქსი, ფაქტობრივად მოწყვეტილი იყო მომარაგებას. მებრძოლი ჯგუფი მოსახერხებელ სამიზნედ იქცა, რომელსაც ისრაელი არ აპირებდა გაეშვა. მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა დაიწყო, ისრაელმა დაიწყო განსაკუთრებით აგრესიული დართმების კამპანია და უფრო ჩრდილოეთით შევიდა, ვიდრე ისტორიულად ყოფილა. პასუხად ირანმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანის ფრონტსაც მოიცავდა, რაზეც პაკისტანის დაეთანხმა. რატომ უნდა იყოს ეს ძირითადი საკითხი, ფაქტობრივი უთანხმოების საგანი, ნამდვილად არ ვიცი. ფიქრობ, ამის შესახებ მოლაპარაკე პირებს უნდა გითხოთ და ასევე საკუთარ თავსაც უნდა გითხოთ, რატომ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეთანხმების პირობებს ასახავს. ეს ნამდვილად გაგვიადვილებდა და ჩვენთვის კონკრეტული მონაკვეთის მითითებას, რათა გამგზავრა, ვინ არის მართალი და ვინ არა. გულისხმობ იმას, რომ ცუდი ნიშანია თუ თქვენი დაგეგმილი მოლაპარაკებები დამოკიდებულია ადრე სადაო ცეცხლის შეწყვეტის წესებზე და ასევე ადრე განვხილავ აქტივების გათავისუფლებაზე. მაგრამ რაც არ არის სადაო, ეს არის Ground News-ის სარგებლიანობა, რომ გონება სუფთად შეინარჩუნო. სწორად, GH-თან ერთად. ჩემი საყვარელი ფუნქცია Ground News-ში ისევ ყოველდღიური ბრიფინგია. სწრაფი გადახედვა დღის 9 მნიშვნელოვან ამბავს, მათ შორის ისეთ ამბებსაც, რომელზეც პოლიტიკური სპექტრის ზოგიერთი სეგმენტი არ აკეთებს რეპორტაჟს. მაგალითად, როგორც MQ-4C ტრიტონის დრონს მოუწია გადაუდებელი დაშვება. ასევე მეხმარება თავი დავაღწიო ვიწრო ხედვას და შევამჩნიო ისეთი ამბები, როგორიცაა დაგეგმილი სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში. და თუ ეწოვით ground.news/linesonmaps ან დაასკანერებთ ეკრანზე არსებულ QR codes, შეგიძლიათ მიიღოთ ფანტასტიკური 40%-იანი ფასტაკლება Advantage გეგმაზე, რომ მიიღოთ ცდომა ყველა ამ ფუნქციაზე და კიდევ ბევრ სხვაზე. კიდევ ერთხელ მადლობა Ground News, რომ დააფინანსა დღევანდელი ვიდეო. ისინი მთელი გასული წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იყვნენ და თქვენთანაც იქნებიან. როგორც JD Vance-მა აღწერა, ნამდვილი გაუგებრობის შედეგად საბოლოოდ ირანმა გამოაცხადა სრუტის დახურვა, რითაც ჩაშალა სწორედ ის ერთადერთი რამ, რაც შეერთებული შტატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
ისრაელის შეჩერება რამდენიმე მიზეზის გამო ადვილი არ იქნება. პირველ რიგში არსებობს დიდი ხნის პრობლემა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ დაუსრულებელი სასამართლო პროცესების ობიექტი გახდება, თუ ისრაელის მუდმივი საომარი მდგომარეობა ოდესმე დასრულდება. ეს ქმნის ტრადიციულ ფირად სარგებელზე დაფუძნებულ ახსნას ომისთვის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საწყის ვარაუდს, რომ ომი ძვირიჯდება. მეორეც, ისრაელი ამას ხედავს როგორც შესაძლებლობას ბოლომდე გაანადგუროს ჰეზბოლა. ყველაფერი ხელს უწყობს ამას. ირანი ვერ უზრუნველყოფს პირდაპირ მხარდაჭერას. სირია დაიწყო ჯგუფის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება. ლიბანის მთავრობამაც კი დიპლომატიური ურთიერთობიდან ჰეზბოლასთან გადავიდა ძალის მიერ მიდგომაზე. სინამდვილეში ეს იგივე მოლაპარაკების პრობლემა არის, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ჩიხში შესვლას. რუსეთი სულ ცოტა, რამდენიმე თვის წინაც კი, ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ უკრაინა ვერ შეძლებდა თავისი ფრონტის ხაზის დაცვას, მაგრამ ცეცხლის შეცვლადის შემდეგ ამის შესაძლებლობა გაეზრდებოდა. იმისთვის, რომ შეთანხმება ამოქმედდეს, ძალთა ბალანსი ახლა უნდა იყოს შედარებით ახლოს იმ ძალთა ბალანსთან, როგორც ის შეთანხმების შემდეგ იქნება. ამიტომ ისრაელის ამ მოტივაციის წინააღმდეგ შეერთებულმა შტატებმა ისრაელს უნდა დაემუქროს დასჯით, თუ ის ლიბანის ფრონტს გაახანგრძლივებს. ეს არის ის, რაც უნდა გვახსოვდეს, როცა ორმხრივი მოლაპარაკებები იწყება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. რადგან თუ თეთრი სახლი ისრაელის შეზღუდვას ძვირადღირებულ ნაბიჯად მიიჩნევს, მაშინ ამერიკელი დიპლომატები ირანისგან უფრო დიდ დათმობებს მოითხოვენ. წარმატებას უსურვებ ყველას, ვინც ცდილობს ამ არეულობის დალაგებას. უფრო ფართო კონტექსტში, ირანის სტრატეგია აქ, როგორც ჩანს, უკეთესი შეთანხმების მოლოდინში გაწელვაზეა ორიენტირებული. ლიბანი მხოლოდ ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოვლინებაა უვლინება. განსაკუთრებული საკითხია ის, თუ როგორ ითხოვს ირანი კომპენსაციას შეერთებული შტატებისგან. რადგან ეს არასდროს მოხდება, ირანმა გულუხად შესთავაზა, რომ პირდაპირი გადახდების ნაცვლად გააგრძელებს გადასახადების ამოღებას. თუ ეს ახალი ნორმა გახდება, ეს ნამდვილად იქნება მნიშვნელოვანი დათმობა. გადახდებმა შეიძლება სრულიად გონივრულად ირანის MŠP-ს 10%-მდე მიაღწიოს. არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ეფექტური იქნება ეს სტრატეგია, რადგან ის ეფუძნება იმას, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ჰორმუზი ძალიან ადარდებს. ეხლა ცხადია, ტრამპს ტანკერების გადაადგილება ადარდებს. ეს მისთვის სერიოზული პოლიტიკური პრობლემაა შინ. ირანის პრობლემა ისაა, რომ მას სურს კომპენსაცია შეერთებული შტატებისგან. თუ ამ კომპენსაციას ვერ მიიღებს, ირანი გადასახადს დააწესებს. მაგრამ თეირანის მიერ ტანკერებზე დაწესებულ გადასახადს შეერთებული შტატები არ იხდის. ამ გადასახადს იხდის სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ ნავთობის ექსპორტს ჰორმუზის სრუტის გავლით, რაც ფაქტობრივად მათთვის წარმოების ხარჯებს ზრდის. ამ ხარჯების ნაწილი მომხმარებლებზე გადავა, მაგრამ შეერთებული შტატები მხოლოდ მსოფლიო ნავთობის წარმოების დაახლოებით 20%-ს მოიხმარს. შესაბამისად, მომხმარებლებზე გადაცემული ხარჯების 80% ნავთობის მომხმარებლებზე ნაწილდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. შედეგად ეს გადასახადი ძალიან არაეფექტური შეერთებულ შტატებზე ზეწოლის ბერკეტია. ეს შეიძლება გამოიწვიოს თეთრი სახლის მხრიდან გარკვეული მოქნილობა, მაგრამ ეს არ იქნება ტოლფასი გადასახადთან. სწორედ იმიტომ, რომ აშშ-თვის მიყენებული ზიანი ნაკლებია, ვიდრე გადასახადი. ამიტომ თუ ირანი ამ მოთხოვნას შეინარჩუნებს, გასაკვირი არ იქნება თუ შეერთებული შტატები ამ შეთანხმებას უარყოფს. საინტერესო იქნება რა მოხდება ამის შემდეგ. არსებობს დაუყოვნებელი კითხვა. უფრო, ვის წაადგება ორკვირიანი პაუზა? შეერთებულ შტატებს თუ ირანს? მაგრამ ეს იმდენად რთული თემაა, რომ ცალკე ვიდეოს იმსახურებს. ასევე არსებობს კითხვა არაბ პარტნიორებზე, რომლებსაც ირანის წინააღმდეგ ომში ჩართო სურთ. მართალია, მათ უკვე აჩვენეს ნიშნები იმისა, რომ ამისთვის მზად არიან. ამასობაში შესაძლებელია, რომ შეერთებული შტატები უბრალოდ დატოვოს რეგიონი. ცხადია, ეს ტრამპის მხრიდან ძალიან ცუდი სვა იქნებოდა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია მსგავსი რამ მართლაც მოხდეს, რადგან ამ მიმართულებით დიპლომატიური საუბრები უკვე დაწყებულია. კრიტიკული და უპასუხო კითხვა აქ არის, როგორ უპასუხებს ევროპა. ცხადია, დონალდ ტრამპის ქმედებებმა ევროპაში ბევრი ადამიანი დაბნეული დატოვა. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ესპანეთი, აქტიურად ცდილობდა შეერთებული შტატებისთვის ირანში პროგრესის მიღწევის შეჩერებას. მაგრამ ყველანი ერთხმად თანხდებოდნენ იმაზე, რომ ჰორმუზის სრუტეს არავინ გააკონტროლებდა, სანამ შეერთებული შტატები ომს აწარმოებდა. შეგიძლიათ მიხვდეთ საითაც ეს მიდის. რა მოხდება თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს დაბომბვას, მაგრამ ირანი გააგრძელებს ტანკერებზე თავდასხმებს? გუშინდელ ვიდეოში ვახსენე, რომ მესამე მხარის განწყობა განსაზღვრავს სრუტის იძულებით ძალას. თუ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, ფიქრობენ, რომ ირანი არა გონივრულად იქცევა, მაშინ ჰორმუზის დახურვა პოლიტიკურ ზეწოლას არ ახდენს ირანის მოწინააღმდეგეზე. სწორედ თეირანზე გადადის ეს ზეწოლა. შედეგად შეგიძლიათ დაინახოთ, როგორ შეიძლება ზოგმა ევროპულმა სახელმწიფომ დაიწყოს თავისი პოზიციის შეცვლა. არა იმიტომ, რომ მათ მოულოდნელად შეუყვარდათ ტრამპი, არამედ იმიტომ, რომ ირანი გახდა პრობლემის წყარო.
სანამ ამას ველოდებით, ტრამპი აგზელებს იდეის გავრცელებას, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება თავი დაანებოს. რადგან თუ ეს მათ დააფრთხობს და აიძულებს, რომ გარკვეული სახის დახმარება გასცენ, ეს ტრამპის ადმინისტრაციის თვალსაზრისით გამარჯვებად ჩაითვლა. შემდეგ არის კიდევ რამდენიმე ნაკლებად აშკარა მიზეზი, რის გამოც ტანკერებს შესაძლოა მაინც ერიდებოდეთ სრუტის გადაკვეთას. ერთი მიზეზი ირანში არსებული შიდა დაყოფებია. ეს შეშფოთება ცეცხლის შეწყვეტის პირველი საათიდანვე აშკარა იყო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილი შემდგომში უფრო კონსტრუქციულ ნაბიჯებს თავაზობდა, მაშინ როცა სამხედროები ჰორმუზის სუვერენიტეტთან დაკავშირებით უფრო მკაცრ პოზიციას იკავებდნენ. საზოგადოებაში სპეკულაციები ორ მხარეს შორის განხეთქილების შესახებ კიდევ უფრო გაძლიერდა, მას შემდეგ, რაც უპილოტოებმა საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დაარტყეს. ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ საათებში, რაც მიუთითებს, რომ ირანში ვიღაცა ცდილობდა შეთანხმების ჩაშლას. ეხლა წარმოიდგინე თავი ტანკერის კაპიტნის ადგილზე, რომელიც ყურეში იმყოფება. ირანმა მოგცა ინსტრუქციები თუ როგორ უნდა გაიაროს სრუტე უსაფრთხოდ. მოიქეცი მათი მიხედვით და ყველაფერი კარგად იქნება. გჯერა რომ ყველა ირანელი, ვისაც რაკეტს ატყორცნი აქვს, იმ პირობებს ემორჩილება. თუ არა, მაშინ შეიძლება გინდოდეს, რომ შენი ტანკერი უფრო უსაფრთხო წყლებში შეაჩერო. მძიმე იქნება იმ კაპიტნების აზრის შეცვლა ერთ ღამეში. ცეცხლის შეწყვეტა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დასაწყისი იქნებოდა. ასევე უფრო ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც არ იქნება დრონებით ან ბალისტიკური რაკეტებით სროლა არაბულ სახელმწიფოებზე, ასევე დაეხმარებოდა. მაგრამ შესაძლოა სრული შეთანხმება იყოს საჭირო, სანამ მოძრაობა ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება, გადასახადით თუ მის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს სწრაფი მოლაპარაკებები ურჩევნია, ისტორიულად ცეცხლის შეწყვეტიდან საბოლოო შეთანხმებამდე თვეები სჭირდება. და ბოლოს, არსებობს შესაძლებლობა, რომ ცეცხლის შეწყვეტა, როგორი არასრულფასოვანიც არ უნდა იყოს, ტანკერებს ლოდინისკენ უბიძგებს. გარდა ამისა, სწორედ შეთანხმების არასრულფასოვანი ხასიათია ის, რაც მათ შენელებას იწვევს. ამჯერად, წარმოიდგინე თავი ტანკერული კომპანიის ადგილას. შენი ერთ-ერთი გემი ყურეშია გაჭედილი. ზოგადად გინდა რომ გემის სრუტე გაატარო, რადგან მასში $100 მილიონი ღირებულების შავი ოქროა, რომელიც შენთვის არაფერს ნიშნავს, სანამ კიდველამდე არ მიაღწევს. მაგრამ ყოველი დღე, როცა ტანკერი არ მოძრაობს, არის დღე, როცა ტანკერი სხვა ტვირთს ვერ იღებს, ალბათ უფრო უსაფრთხო პორტიდან. ნორმალურ პირობებში ტანკერის დაქირავება დღეში $100,000-მდე შეიძლება დაგიჯდეს. 42 დღის განმავლობაში ღუზაზე ყოფნა ნიშნავს $4,200,000 დაკარგვას, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ირანი ითხოვდა გასასვლელად. თუ ნავთობის ღირებულებას და გაჩერებით გამოწვეულ დანაკარგს შევკრებთ, იფიქრებით, რომ ტანკერებს დიდი мотиваცია ექნებოდათ, რომ სწრაფად გაეგრძელებინათ გზა. და მართლაც, თუ რამდენიმე კვირით უკან დაუბრუნდებით, მოლოდინი რო არაფერი შეიცვლებოდა, ბევრ კომპანიას უბიძგა, რომ რთული გადაწყვეტილება მიიღოთ და გადასახადი გადაეხადათ. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ შეთანხმება უკვე კარსაა მომდგარი, ნამდვილი შეთანხმება, არა ნახევრად გაკეთებული და არა ისეთი, რომელიც გადასახადს მოითხოვს, მაშინ უკეთესია კიდევ ცოტა ხანს დაელოდოთ. ამ აზროვნების ნაწილი შეიძლება იყოს უსაფრთხოების საკითხის განხილვა, რომელიც ცოტა ხნის წინ ვახსენეთ. მეორე ნაწილი შეიძლება იყოს ის, რომ გადამზიდავი კომპანიები არ თვლიან, რომ ირანს შეუძლია გააგრძელოს გადასახადების დაწესება, თუ შეერთებული შტატები დაბომბვის კამპანიას არ განაახლებს. ამის გათავისებით, ირანი სრულად გახსნის სრუტეს, როგორც ზავის მოთხოვნა და შესაბამისად აღარ იქნება საჭირო $2 მილიონი გადახდა. ეს დაეხმარებოდა ახსნას უცნაური დაკვირვება ტანკერების მოძრაობაზე. მეტი ტანკერი მოძრაობს ზავის გამოცხადებამდე, ვიდრე მის შემდეგ. ისინი, ვინც სპარსეთის ყურეზავის გამოცხადებამდე დატოვა, შეცდომით ფიქრობდნენ, რომ კონფლიქტი კვირების განმავლობაში გაგრძელდებოდა. შესაძლოა ისინი, ვინც ახლა ტოვებენ, სკეპტიკურიკურად არიან განწყობილნი ზავის ხანგრძლივობის მიმართ და ამიტომ სურთ ისარგებლონ შედარებით უსაფრთხო პირობებით, სანამ ისინი არსებობს. მაგრამ დანარჩენები თავს იკავებენ, სანამ უკეთესი პერსპექტივა არ გამოჩნდება. და თუ ისინი აქ არასწორად გათვლიან, მაშინ შესაძლოა საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ, მიიღონ ეს მძიმე გადაწყვეტილება და გადაიხადონ საფასური. მაშ, რა არის ჩვენი მთავარი დასკვნები დღევანდელი დღისთვის? არ აქვს მნიშვნელობა სრუტის ზუსტ ტექნიკურ-სტატიკურ სტატუსს. ტრანზიტების რაოდენობა კარგად არ გამოიყურება. ცხადი პრობლემაა ისრაელის გაფართოებული დარტყმები ლიბანში და ირანის შეხედულება, რომ იქ მიმდინარე კონფლიქტი ზავის დარღვევას ნიშნავს. ეს ირანის უფრო ფართო სურვილის ნაწილია, რომ შეერთებული შტატებისგან უკეთესი შეთანხმება მიიღოს. ნაკლებად ცხადია ის რისკი, რომელსაც ტანკერები განიცდიან ირანში არსებული შიდა მოთამაშეებისგან, რომლებიც მოლაპარაკებებში ხების შეშლას ცდილობენ. და რაც ყველაზე უცნაურია, ზავით გაჩენილი მოლოდინი შესაძლოა ზოგიერთ ტანკერს არწმუნებდეს, რომ დაელოდონ კიდევ უფრო ხელსაყრელი გარემოებების დადგომას. კიდევ ერთხელ მადლობა Ground News, რომ დააფინანსა დღევანდელი ვიდეო. ეწვიეთ ground.news/linesonmaps. ან დაასკანერეთ ეკრანზე მოცემული QR კოდი, რათა მიიღოთ შესანიშნავი 40%-იანი ფასდაკლება Vantage გეგმაზე.
ამასობაში შეგიძლიათ გააგრძელოთ ვიდეოების ყურება და იხილოთ მეტი კონტენტი ირანის ომის შესახებ. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, გთხოვთ, მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ჯერზე ისევ შეგხვდებით. მოიფრთხილეთ თავი.